მე-14 თავში მასორეტულ ტექსტში წერია ებრაელი აბრაამი და მცხეთურ ხელნაწერში მისი რედაქტორი და მთარგმნელი და შემდგენელი საერთოდ არ წერია სიტყვა ებრაელი. მხოლოდ აბრაამი წერია. ნახეთ, წმინდა გიორგი მთაწმინდელმა მიგვანიშნა, რომ ეს შესაბამისა და უამრავი, ქართული ნუსხები იმდენ ცოდნას იძლევა, იმდენ ცოდნას საოცარია. იგივე მაგალითისათვის ღმერთის მართლმსაჯულებაზე, კაენისა და აბელის შემთხვევაში ქართულში სხვანაირად წერია და ხვდები რა მოხდა. იქ მასორეტულში სხვანაირად წერია და ასე შემდეგ. იგივე სარას შემთხვევაში და ასე შემდეგ. ეს წარღვნის თემა ნოესთან მიმართებაში მანამდენაც ხო მოხდა წარღვნა, ანუ შუმერულ სამყაროშიც არის ეს გილგამეშის, ასე ვთქვათ, მითი, ხო? 100 სხვადასხვა მითი არსებობს, რომ წარღვნა იყო და გეოლოგებიც თანხდებიან, უბრალოდ თარიღზე არის შესაბამისად მის ამბჯელობა, არსებობენ რომლებიც ამბობენ დღეის უკან 10,000 წელს, დღეის უკან 12,000 წელს, დღეის უკან 15,000 წელს, დღეის უკან 8,000 წელს და ასე შემდეგ და ის რომ რამდენჯერმე იყო წარღვნა, ამაზე გეოლოგები თანხდებიან და სეპტუაგინტათი მაგალითისათვის და ძალიან ახლოს არის მასთან ჩვენი მცხეთური ხელნაწერი, წარღვნა იყო 54 საუკუნის წინ. არც თუ ისე შორს კაცობრიობის ისტორიისათვის. ბიბლიას რო გავყვეთ. რა კვალი იკვეთება ჩვენი ქართული იქ? ძალიან ცდება ის ადამიანი, ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისათვის. ძალიან ცდება ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ბიბლია არის მხოლოდ ებრაელთა ისტორია. რა თქმა უნდა. გენაცვალეთ კეცვიხრი და შესაბამისად ეს მოვლენები, როგორიც არის მაგალითისათვის ედემის ბაღი, ამ ქვეყნიური 64, კიდობანის გაჩერების ადგილი, ეს ხდებოდა სამხრეთ საქართველოში. ჩემი კვლევით მოკრძალებული ვარ, მომიტევეთ, მაგრამ ჩემი კვლევით ედემის ბაღი მდებარეობდა სასპერეთში და შესაბამისად კიდობანი გაჩერდა კარდუს მთაზე. წარმოიდგინეთ რა ახლობელია ჩვენთვის ეს მოვლენები და ხილულად ჩანს იქ ვინ იყვნენ, არა მარტო იქ, არამედ სხვადასხვა წყაროებში, ვინ მონაწილეობდა ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში და ვინ არ მონაწილეობდა. ამაზე სხვადასხვა ავტორები წერენ, სხვათა შორის ზოგი შეპარვით, ზოგი პირდაპირ და ასე შემდეგ და მაგალითისათვის არფაქსადის ოჯახი, არფაქსადი, სალა, ებერი, რაგავი, ფალეგი, ნაქორი, თარა, აბრაამი, ესენი არ არიან ებრაელები. ესენი არიან ქალდეველები და ესენი არიან ის ხალხი, რომელიც არ მონაწილეობდნენ, ანუ იესოს აღმათაობა, არ მონაწილეობდა ბაბილონის მშენებლობაში და ისინი ფუძეერში, ფუძე ქვეყანაში, ფუძე ენაში რჩებიან აბრაამამდე. და აბრაამი მოივლის რა უკვე ეგვიპტეს და მისი შვილიშვილი შესაბამისად გახდება რა ისრაელი, მაშინ ყალიბდება ებრაელი ერი. და მე წეღან ვახსენე არა ჩემი აზრი, არამედ წმინდა კირიონ მეორეს აზრი და ჩვენი უწმინდესის აზრი, რომ ქალდია ქართლია. შესაბამისად ესენი ქართულ სამყაროში ცხოვრობდნენ და ერთსაც დავამატებდი დიდი ბოდიშით. როგორ შეიძლება ჩემი ესეთი ხანგრძლივი საუბარი, როცა აკადემიკოსის ჩვენს მაგიდასთან და ბატონმა გიამფრიანია რომ ისაუბროს და თქვენც უნდა ისაუბროთ. იმას გადავამატებდი, რომ კარგად გამიგეთ, ისე არის უკვე ჩამოყალიბებული აზრი, რაულინსონმა თქვა, ფრიდრიხ დელიშმა თქვა, კელვინმა თქვა, სერ მალოვანმა და მისმა ცოლმა აგატა კრისტიმ თქვა და ყველა გამჯდარი აქვს თავში, რომ აბრაამი არის, სადაც ნასირია და სადაც ბასრა, ანუ სამხრეთ შუამდინარეთიდან. იგი სინამდვილეში არის ედესას ადგილას იყო ური. წარმოგიდგენიათ და ეს ზემო შუამდინარეთი იმდენად ქართული სამყაროა, დასაბამიდან, რომ შესაბამისად შეიძლება ვთქვათ, რომ ქართულ სამყაროში ცხოვრობდა აბრაამი და ზუსტად სემის ქვეყანა და იაფეტის ქვეყანა ერთმანეთს ზუსტად მანდ ემიჯნება, წარმოგიდგენიათ და ვახტანგ გორგასალი მიდის რა 8 წლიან ლაშქრობაში, მანდ
მეხუთე საუკუნეში მან ტოვებს თავის დედას და დას. ანუ ჯერ კიდე ქართული სამყაროა, ანუ წარმოგიდგენიათ. რატო ტოვებს? ხო, ლოგიკა იმიტომ რა რომ არის? ქართული სამყაროა, ხო. საიდანაც წამოვიდნენ ასურელი მამები, სადაც მეფე ავგაროზი ცხოვრობდა. კი, ბატონო. სტრაბონი ბატონო მალხას ამბობს, რომ მან იყო იბერია. წარმოგიდგენიათ და მე იქ კარგად გამიგეთ კომენტატორები არა სტრაბონი ცდება, პროკოფი კესარიელი ცდება, პლინიუსი ცდება, ეს ისე ხშირად ხდება, სათავისოთ რომ მოარგონ კარგად გამიგეთ და ჩვენი სამხრეთი ქვეყანა რო გაიზარდოს და ჩვენი ქვეყანა რო დაპატარავდეს. ჩემი ცხოვრების ფრონტი გახდა ის, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული პტოლომეუსის რუკა რო არის. სინამდვილეში ეს პტოლომეუს არ დაუხატავს და დახატეს გაცილებით გვიან, კოლხეთს ხატავენ დღევანდელი ლიხისიქით და ფოთისაკეთ, იბერიას ხატავენ აი ამ ჩარჩოში, ლარსის ქვემოთ, თრიალეთის ზემოთ, ლიხის აქეთ და ცივგომბორის აქეთ. წარმოგიდგენიათ, როგორი დაკნინებულია. ამ დროს იბერია და იბერიელნი ეს იყო გრანდიოზული ერი. ეს რო გრანდიოზული ერი არ ყოფილიყო, ვერ მოვაქცევდით. გრანდიოზული ერი არ ყოფილიყო, ესპანეთში იბერია არ იქნებოდა და სამხრეთ ამერიკაში იბერია არ იქნებოდა, ხო? გაგახაროთ ღმერთმა და სიბერიაც მაღალი ალბათობით აქედან არის წამოსული და შესაბამისად ქართული კვალი მთელი ზემო შუა მდინარეთია. ჯუანშერს დასცინიან, აი მომიტევეთ ამას გავიტყვი, ჯუანშერს დასცინიან ან უდიდეს ისტორიკოს და დიდ ქართველს, რომელიც თავის წიგნში წერს, რომ სპარსეთის შახი ეუბნება ვახტანგ გორგასალს, რომ აი ზემო შუა მდინარეთი შენი ქვეყანაა და შამი და ქვემო შუა მდინარეთი ჩემი ქვეყანაა. ანუ ქართული ქვეყანა იყო მე-4 საუკუნემდე, მე-5 საუკუნემდე ეს გრანდიოზული ვრცელი ქვეყანა და ქართული სამყარო.